მოგესალმებით, ჩემკარგებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლობა თითოეულ თქვენგანს უკუკავშირისთვის, კომენტარებისთვის. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე აქედან თქვენი კომენტარებიდან ვიგებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი გაშლები თქვენთვის და მეტი სტიმულისთვის გთხოვთ აქტიურობას. მე დღეს შემოგთავაზებთ საჯარო თემას, რა იზიდავს თქვენში ჩაფიქრებულ პარტნიორს და ასევე რა განიზიდავს. რა არის ის თვისებები, რითიც იზიდავთ მას და ის უარყოფითი თვისებები მის თვალში, რაც განიზიდავს მას თქვენგან. გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტად. მაშასე ნახოთ, რა იზიდავს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენში. და ნახოთ, რა განიზიდავს მას თქვენიდან. პირველი ვარიანტი იყოს ეს წვილი და მეორე ვარიანტი, რა იზიდავს თქვენში ჩაფიქრებულ ადამიანს და რით განიზიდავთ, რა განიზიდავს თქვენგან. მაშასე მეორე ვარიანტი იყოს ანგელოსი. დაგვირდით ვარიანტებს, მოდუნდით, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, ესე იგი ისაა თქვენი ვარიანტი და ნახოთ ახლა პირველებო. მე თქვენ მოგესალმებით და ნახოთ, რა იზიდავს თქვენში ჩაფიქრებულ ადამიანს. მეგობრებო, ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ საოცრად ლამაზი ქალბატონი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სექსუალურობა, ძალიან დიდი მიზიდულობა, ძალიან გამორჩეული ქალბატონები ხართ, ძალიან შემდგარი პროფესიონალები თქვენ საქმეში. ამ ადამიანს იზიდავს ის თქვენი პროფესიონალიზმი, სიძლიერე, სილამაზე, რომელიც ერთმანეთში არის შერწყმული. ამ ადამიანს იზიდავს სწორედ თქვენი ის ძლიერი ხასიათი, რომელიც გაქვთ. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი აისრულოს, ნებისმიერი საქმე გამოვიდეს და გამოიყვანოს ისე, როგორც თვითონ სურს. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს გეგმები და აი ამ გეგმებს აუცილებლად ასრულებს წარმატებით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს უდიდესი ქარიზმა, გამორჩეულია ყველგან და ყოველთვის. მაგრამ ამავე დროს გაქვთ აი ეს ჯადოსნური თვისება, შეცვალოთ თქვენს გარშემო ყველა და ყველაფერი. ძალიან ტრანსფორმატორი ქალბატონები მიყურებთ, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს ისე დაასრულოთ სიტუაცია, ისე შეცვალოთ სიკვდილის შემდეგაც კი რომ აღდგეთ. აი ფერფლიდან აღდგომა რომ შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით გაანადგუროთ ის ყველა პრობლემა თუ არასასურველი მდგომარეობა თქვენი თუ გარშემო მყოფების და თავიდან დაბადება
თქვენთვის სასარგებლოდ. ანუ თქვენ შეგიძლიათ ყველა და ყველაფერი შეცვალოთ ძირეულად გარდაქმნათ თქვენს გარშემო არსებული სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ და ამ ადამიანს აი ეს თქვენი სიძლიერე იმდენად იზიდავს, რომ არ შეუძლია აი ამ ყველაფრის გარეშე. თქვენ ხართ ამ ადამიანისთვის ძალიან სასურველი, სექსუალური და ასევე ძლიერი ქალბატონი, რომელსაც გააჩნია თავისი პირადი საზღვრები და აი იმ საზღვრებს თუ თქვენი სურვილი არ იქნება, ვერავინ და ვერაფერი გადმოაბიჯებს. მოკლედ, საოცარი ქალბატონები მიყურებთ და ეს ადამიანი ასე თვლის და სწორედ ეს დადებითი თვისებები იზიდავს ამ ადამიანს თქვენში. ახლა ვნახოთ რა განიზიდავს. მეგობრებო, მიუხედავად ამდენი დადებითი თვისებებისა, ამ ადამიანს თქვენში განიზიდავს რაღაც სიხისტე, ცოტა უხეშობა და თქვენი დამკვირვებლობა, რას ნიშნავს ყველას და ყველაფერს ძირეულად აკონტროლებთ, უყურებთ დამკვირვებლის თვალში. შემდეგ რთავთ თქვენს ინტელექტს და გონებით და არა გულით იღებთ გადაწყვეტილებას. ამ ადამიანს თქვენში განიზიდავს ის, რომ თქვენივე საქმეს აკეთებთ ერთპიროვნულად და არ გსურთ რაღაც მომენტში იყოთ დამოკიდებული მასზე და რაღაც მომენტში თქვენ თითქოს მოგწონთ თქვენი თავის აღიარება და გამარჯვებები ოღონდ მხოლოდ თქვენი დამსახურებით და ამ ადამიანს განიზიდავს სწორედ ის, რომ მისი ჩართულობა თქვენს გამარჯვებებში და პროგრესში არ არის. ასე რომ მე პირველებო თქვენში აი ეს სიხისტე და ხანდახან სიცივე და დამკვირვებლური თვალით ყურება მის ცხოვრებაზე და თქვენი გამჭრიახობა რაღაც მომენტში და თქვენი მიღწეული წარმატებები მის გარეშე რაღაც მომენტში განიზიდავს და თავმოყარეობას ულახავს. მე დაგემშვიდობებით პირველებო, ძალიან საინტერესო ვარიანტი იყო და ძალიან მაინტერესებს რამდენად რეზონირდა და ახლა მოგესალმებით მეორეებო. ვინც ეს ანგელოზი ჩაიფიქრეთ. მაშასე ნახოთ რა იზიდავს თქვენში. რა იზიდავს. ემოციურობა. თქვენი ემოციურობა იზიდავს ამ ადამიანს. ძალიან იზიდავს თან. იზიდავს თქვენი რბილი ხასიათი, იზიდავს თქვენი ტკბილი ენერგიები. თქვენს შეგიძლიათ ადამიანს მისცეთ ის ყველაფერი, რაც კომფორტს უქმნის, ავსებს სიცოცხლით, ავსებს სიყვარულით. თქვენ მისთვის ხართ აი ეს კომფორტი, რასაც ოჯახი ქვია. კაცრავად, თქვენ შეგიძლიათ ერთმა ადამიანმა შეუვსოთ ყველა ის სიცარიელე, რასაც გრძნობდა თავის მთელი ცხოვრების მანძილზე. თქვენ შეუცვალეთ ამ ადამიანს ცხოვრების ხედვა. თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან რბილად
აი პირველ ვარიანტში თუ ადამიანს შეძლო რომ აი ცოტა ხისტად შეეცვალა თავისი გარშემო ადამიანების ცხოვრება, თქვენ ძალიან ნაზად, მსუბუქად, აი ამ თქვენი რბილი ემოციებით, ტკბილი სიტყვით შეგიძლიათ შეუცვალოთ ადამიანს წარმოსახვა ცხოვრებაზე, სიყვარულზე, დაანახოთ აი ცვლილებებშიც დაანახოთ ძალიან დიდი სიკეთე, ეს ცვლილებები დაანახოთ ძალიან ლამაზად და ეს ადამიანი ამ ადამიანს იზიდავს სწორედ აი ეს თქვენი რბილი, თბილი დამოკიდებულება მის მიმართ. თქვენ ერთგვარი აი ამ ლამაზი ცვლილებებით, რითიც შეხვედით მის ცხოვრებაში, რაღაც თითქოს მზისხივი დაანახეთ, თითქოს პირველად აიხილა თვალი და დაინახა ამ ადამიანმა მზისხივი, თოვლში ყვავილი დაანახეთ და მზე დაანახეთ და ეს ადამიანი ძალიან აფასებს და ამით ძალიან იზიდავთ თქვენ ამ ადამიანს. მოდი ვნახოთ რა განიზიდავს. მიუხედავად იმის, მე ვახსენე, რომ ძალიან ემოციური ქალბატონები მიყურებთ აქ, ტკბილი და თბილი, მაგრამ აი ამ ემოციურობის უკან დგას ძალიან მგრძნობიარე ხასიათი თქვენი. როგორც შეგიძლიათ სიხარულზეც კი იტიროთ, შეგიძლიათ აი ძალიან მელანქოლიკი ადამიანი ხართ და მუდმივად გჭირდებათ ცოტა ესეთი დეპრესიულ მდგომარეობაში, როდესაც ხართ, მუდმივად გჭირდებათ გვერდზე მყოფი ადამიანი, რომელიც მოგისმენთ, დაგამშვიდებთ, გეტყვით რომ არ ხართ მარტო და შეგიძლიათ მას დაეყრდნოთ და არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენ ემოციები შემოგაკლდეთ და სწორედ ამ ადამიანს აი ეს თვისებები განიზიდავს თქვენგან. თქვენი დიდი ემოციურობა დეპრესიულ, მელანქოლიურ ასპექტში. უკაცრავად თქვენ როგორც ვახსენე ზემოთ, ყველანაირად ხართ ემოციური ადამიანი. რასაც გასცემთ, თქვენც გინდათ მიიღოთ იგივე და რაღაც მომენტში თითქოს ადამიანები ეჩვევიან თქვენგან იმას, რომ თქვენ მარტო უნდა გასცეთ ეს ემოციები დადებით ასპექტში და თითქოს ეს ადამიანები იმდენ ემოციას თქვენს მიმართ არ აბრუნებენ და თქვენ სადღაც გული გწყდებათ, მერე ნაღვლიანდებით და თითქოს ამ ადამიანს აღარც კი მოსწონს ის თქვენი სევდა, რითიც არის გამოწვეული. ამიტომ გეტყვით, რომ ამ ადამიანს თქვენში განიზიდავს ცოტა დეპრესიული და მასზე ემოციურად დამოკიდებულება თქვენი. მე ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც, რამდენად რეზონირდა და მეორეებო, თქვენ დიდ წარმატებას გისურვებთ აი იმ ემოციების უკან დაბრუნებას, რაც თქვენთვის და ბალანსისთვის ყველა ადამიანს გვჭირდება და ველი თქვენს კომენტარებს დროებით გემშვიდობებით.